მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით პაპუშვილი, ვარ 30 წლის და გადავწყვიტე ბიზნესის დაწყება. 19 წლიდან დაკავებული ვიყავი დეველოპმენტის პროცესით, მთლიანად ჩართული ვიყავი მასში. თავდაპირველად როგორც დამწყებ დეველოპერად, შემდეგ დეველოპერად, შემდეგ გადავედი ტექნიკურ მენეჯერად, მიხელწვანილია რამდენიმე თიმისთვის, განსხვავებული პროექტებზე მიმუშავია. ხოლო ახლა გადავწყვიტე შევიცვალო ჩემი ცხოვრების სტილი. და მთლიანად გადავერთო ბიზნესის კეთების პროცესში. მაქვს დაგროვებული პატარა გამოცდილება. მიხმარები ვარ მეგობრებს კონკრეტულ საკითხებში. ასევე საოჯახო ბიზნესში ჩართული ყოფილი ვარ ნაწილობრივ რაღაც ეტაპებზე, მაგრამ არასდროს დამიწყია ბიზნესი ნულიდან. ამ პროცესს თავიდან ბოლომდე არ გავყოლილი ვარ მე. ასეთ გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაქვს პატარ-პატარა ჩართულობის გამოცდილება სხვადასხვა ბიზნესში. და ასევე დიდი გამოცდილება მენეჯმენტში. ვფიქრობ ამის კომბინაციით კარგი რაღაც გამოვა. ჩემი ხედვა რაში მდგომარეობს. მინდა ასეთი სტილის ვიდეოები ვლოგის სახით ვაწარმოო. ჩემი ტელეფონით გადავიღო, ასევე მაქვს DJI-ს Mini და მაქვს Osmo Mobile 7. და ჩემი ტელეფონი ძველი Samsung S22. ამ მომენტში selfie-ს კამერით ვიღებ. და იმიტომ რომ უკანა კამერები გაფუჭებული მაქვს და ხანდახან თუ ისურვებს ხოლმე ერთი ირთვება. ამ მომენტში არ ჩაერთო და ასე selfie-ს კამერით ვიღებ. მოკლედ კლასიკური YouTube-ის მეთოდით, ხოლმე ტელეფონის კამერის საშუალებით მინდა გავუყვე ამ პროცესს. ვფიქრობ საინტერესო იქნება ბიზნესის წარმოების პროცესში გაჩენილი საკითხების ასახვა, წარმოშობილი საკითხების ასახვა. პრობლემების დადგენა, მოგვარების გზების პოვნა და შემდეგ მოგვარება. ზოგი მოგვარდება, ზოგი ვერ მოგვარდება, რა თქმა უნდა. და როგორ წარიმართება ეს ბიზნესი და ეს პროცესი, მაგის ჩვენება. ამის იდეა სხვადასხვა ძალიან ხანი მაქვს. სადღაც ერთი თვის წინ ჩამოვედი ჩინეთში, ერთი თვე უკვე აქ ვარ. და ჩამოსვლის დღიდან დავიწყე გარკვევა აქ როგორ ხდება ბიზნესის წარმოება. რა სამზადებენ, აღმოჩნდა ყველაფერს სამზადებენ. რა როგორ მზადდება, როგორ ხდება შეძენა, დასაწყობება, თბილისში გამოგზავნა, საქართველოში გამოგზავნა. რა პროცესებს გადის ტვირთი, ეგ ძალიან მაინტერესებს, თან ჩემი თვალით მინდა მაგის ნახვა. მაგიტომ ჩამოვედი ჩინეთში, როგორც ვთქვი, ჩემს დაიდაშვილთან. რომელიც 9 წელია დაახლოებით აქ ცხოვრობს უკვე. თითქმის მოქალაქეა, იცის სრულფასოვნად ჩინური. ჩემგან განსხვავებით აქ ძალიან ჭირს სხვა ენაზე კომუნიკაცია, რადგან ინგლისური არავინ არ იცის, ძალიან იშვიათმა იცის და ძალიან ცუდად. და პრაქტიკულად შეუძლებელია თითქმის სხვა ენაზე კომუნიკაცია. ამიტომ პარალელურად Duolingo-ში ჩინურსაც ვსწავლობ რაღაცები 5-7 სიტყვა ვიცი ჯერ. არა ხუნო ცოტა მეტი სიტყვა ვისწავლე, მაგრამ არა ჯერ საკმარისი სრულფასოვნად საუბრისთვის. მოკლედ, მინდა და ვიდეოს გადაღება. ერთ თვე უკვე ჩამოსული ვარ მოგხსენებათ და ამ ვიდეოების გადაღება მინდა და რა, დაწყება მინდა და ვერასდროს ვერ ხვდებოდი რითი უნდა დამეწყო. პირველი ვიდეო რა უნდა გადამიღო. რას თემაზე მესაუბრა, მე როგორ დამემონტაჟებინა და ასე შემდეგ. რა ის პროცესი როგორ წარიმართა. გუშინდლიდან მოყოლებული მთელი დღეა ამ საკითხზე ვფიქრობ რა. რითი დავიწყო თუ არა. ვერ გადამეწყვიტა ჩემ თავში რა ვქნა. და ახლა არის დილის 8 საათი. ღამე გადათენებული ვარ. მაგაზე ფიქრით. ღამის 6 საათზე გადავწყვიტე რომ დამესვენა, თორე ერთ და იგივე საკითხზე ფიქრობდი და ფონს ვერ გავდიოდი რა. YouTube-ზე შევედი, აომიგდო Bast of Fantastos ბოლო ვიდეო, რომლის სახელია ღალატები, დრამები, დიბლი დალალალები. და მოკლედ დავიწყე ამის ყურება. მინდა და უბრალოდ გამენთ შეგონება და უბრალოდ გავთობილიყავი რა. ვიდეოს ბოლოში განიხილავს საკითხს, როდესაც რაღაც დაწყება გინდა, უბრალოდ უნდა აიღო კამერა, ჩართო, დადგა, ჩართო და გადაიღო ვიდეო. რაც გამოვა, მაგას არ უნდა იდარდო, ვინ როგორ მიიღებს, რამდენად კარგად ისაუბრებ, ასე შემდეგ.
ძალიან მომხოდა, ინსპირირებული გავიჩნდე და მას დავდგი კამერა. ჩავერთე ტელეფონი, რომლის ერთმა კამერამ გაასხო უკანა კამერა, მაგრამ სელფის კამერა მუშაობს. გავუშვი ჩაწერაზე და დავიწყე გადაღება. როგორ განვითარდება ეს ვიდეოლოგების სტილი, მაგას ეტაპობრივად რო აჩვენებს. შემოგთავაზებთ ვიდეოებს. რა სტილის ბიზნესებზე მაქვს ნაფიქრი, რა მიდევს თავში. რისი გაკეთების იდეები მაქვს და როგორ ვაპირებ. როგორც თავიდან აღვნიშნე, ამ სამუშაო პროცესის აღრიცხვა მინდა ვიდეოების სახით გადაღება და ვეცდები ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანი იქნება, დავაფიქსირო და თქვენს შევხვდეთ. თუ რამე იდეები გექნებათ, შეძლებით დაგვარად გავითვალისწინო, ვიმშელო და ასე შემდეგ. ნახოთ რა გამოვა. წარმოტევას უსურვებ ჩემ თავს, ესე უბრალოდ კამერის აღება, დათქმა და დაწყება ძალიან კარგი ექსპერიენსი იქნება რა და მადლობა ბასტოს ამ მოტივაციის მოცემისთვის. დროებით და დაგიბრუნდებით.